გამარჯობა. დაპირისპირებულ პროგრამა მიწათმოქმედის დღევანდელ გადაცემას მთლიანად უთმობთ ერთ საინტერესო პრეპარატს, რომელსაც ბიორაგი ეწოდება. მისი ავტორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოორგანული ქიმიის კათედრის გამგე, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, ევროპის ეკოლოგიური კომიტეტის წევრი პროფესორი რამაზ გახოგიძე. ბიორაგი სითხეა და იხსნება წყალში. იგი ახალი თაობის ბიოპრეპარატების კლასის წარმომადგენელია და ბიოენერგოაქტივატორია. ბიორაგი განსხვავდება სოფლის მეურნეობაში დღემდე ცნობილი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებისაგან, სხვადასხვა სტიმულატორებისაგან და რა თქმა უნდა რადიკალურად განსხვავდება პესტიციდებისაგან. ბიორაგის შექმნას საფუძვლად უდევს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მიღება ბუნებასთან თანამშრომლობით. მაშასე გაიცანით ბიორაგი. ბიორაგი ეს არის კონკრეტული წარმომადგენელი ვრცელი კლასისა ახალი გენერაციის, ახალი თაობის ბიოპრეპარატებისა, რომელსაც ჩვენ უწოდეთ ბიოენერგოაქტივატორები. ისინი განსხვავდებიან დღეს ცნობილი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებისაგან, რომლებსაც ხმარობენ სოფლის მეურნეობაში, სხვადასხვა სტიმულატორებისაგან და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა, რადიკალურად განსხვავდებიან პესტიციდებისაგან, სასუქებისაგან და ასე შემდეგ. ჩვენი ძირითადი კონცეფცია შეადგენდა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მიღება. აი ეს არის თავარი. ისე კონცეფცია, რა თქმა უნდა, ეს ბუნებისგან მივიღეთ. ყველაზე დიდი მასწავლებელი ჩვენთვის არის ბუნება და ბუნების ისეთი დიდი მომღერალი, როგორც არის ვაჟა-ფშაველა. ხევი მთას მონებს დახევსა, წყალი დღეს ტყენი მდინარეს, ყვავილი მიწას დამიწა, მის დაღწით ამ მცენარეს. ანდა ბუნება მბრძანებელია, იგი მონაა თავისა. ჩვენ არავითარი უფლება არ გვაქვს დედა ბუნების სცენარში ჩავერიოთ. მოგეხსენებათ, რომ 30-იან წლებში კონვენცია იქნა მიღებული ჟენევაში ქიმიური იარაღის აგრძალვის შესახებ. აიგრძალა, მაგრამ ზოგიერთმა ქვეყანამ დაიწყო მაინც ამისი შენიღება ვითომ სოფლის მეურნეობაში გამოყენების მიზნით. არ არსებობს უნებელი შხამქიმიკატი. თითქმის ყველა იწვევს კიბოს. და არათუ შხამქიმიკატი, იგივე პესტიციდი, სასუქების საშინელებაა. არა ისე, მაგრამ ძალიან საშია. მაგრამ გვარჯილა, ხო, თითქოს უნებელი ამონიუმის გვარჯილა, ხო? აი, ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ 70%-ში მუტაციას აქვს ადგილი და შემდეგ სიმსივნურ პოტენციაში გადადის სიმსინეში და რაც ყველაზე საშინელებაა, თაობებში გადადის. აი, როცა აღებული იქნა ისეთი სიმინდი, ეს ცდები ჩატარებული იქნა თერჯოლის რაიონში და მე ამ სიმინდით იქნა ნაკვები ეს ლაბორატორიული ცხოველები. როცა ბიორაგით იქნა დამუშავებული და შეტანილი იქნა ორმაგი და სამაგი დოზა, ჩვენ გვაინტერესებდა, აბა რა გავლენას მოახდენს ეს ბიორაგი. არც ერთ თავს არ განვითარდა მუტაციური პროცესი. ხო არ ფიტავს არა ნიადაგს, პირველ რიგში ეს შეკითხვა წარმოიქმნება. აქვე გეტყვით პარადოქსი, კი არ ფიტავს, ამდიდრებს. რატომ და ჯერ ერთი უსასუქო ნიადაგზე მოდის ისეთივე მოსავალი, როგორც სასუქიანზე. მაშინ როცა უსასუქო ნიადაგზე დაუმუშავებელი საკონტროლო ვარიანტი საერთოდ არ მოდის. მიზეზი აქ მარტივია. ისე ღრმად ჩადის ფესვები, რა თქმა უნდა ნიადაგი თუ არ არის მექანიკური, აი ორშტეინის პენა და ღორღიანი და ეს თუ არ გაუშვა ფესვები, მაშინ უნდა მიახმაროთ საკვები გარედან სასუქი. მაგრამ თუ ნიადაგი საერთოდ თავმოყვარე ადამიანი და თავმოყვარე ერი ჯერ მიწას როგორც წმინდა ამ ქმნილებას, უფლისას ამას უფრთხილდება და ამ წმინდა ნიადაგზე თესავს მერე და არა იქ სადაც მომდებათ, ხო? თუ ეს არ არის, თუ კარგი ნიადაგია, ეს არ არის დაუშვათ ეს მიკროელემენტები, ჩადის ღრმად და იქიდან ქაჩავს ამას, ხო? და როდესაც თქვენ მოსავალს აიღებთ, ფესვები ხორჩება, რაღაც ჩალის ნაწილი ხორჩება და გამოდის ნიადაგი უფრო მდიდრდება. ესე იგი, აი ეს პრეპარატი ასრულებს მიწის გადაბრუნების, ბუნებრივი მიწის გადაბრუნების როლსაც, ფუნქციასაც. ეს ჩვენ დავადასტურეთ ნიშანდებული ატომების გამოყენებით, რომ უფრო მეტი აღმოჩნდა დაუშვათ აზოტის, ფოსფორის თუ სხვანაერთები, ვიდრე იყო მანამდე. და მსოფლიოში დღეს ნომერი პირველი პრობლემა არის სიცოცხლის ხარისხი.
ესა პირველი პრობლემა. აი ხო იძახდნენ ეკოლოგიაზე. აი ყველაფერს მოიცავს. თუ ეკოლოგიურად სუფთა საკვებს იღებთ თქვენ, ესე იგი სიცოცხლის ხარისხი იზრდება. ეს არის მთავარი. Quality of life, качество жизни, ესე იგი სიცოცხლის ხარისხს ემსახურება სწორედ ასეთი მიდგომა. ახლა ამ გამოგონების სახებ დიდი ხანია ცნობილია სამეცნიერო წრეებში. და საყოველთაო მოწონებით სარგებლობ. დაწერილია წიგნები, რამდენიმე დისერტაციაც არის დაცული სხვადასხვა კულტურაზე, თხილზე, ვენახზე და ასე შემდეგ. ეს წიგნები და დისერტაციები კარგია, მაგრამ ჩვენ უკვე უნდა ლაბორატორიული შესწავლიდან გადავიდეთ კონკრეტულ საველე შესწავლაზე. კერძოდ უნდა დაითესოს იგივე ამხსნარი დამუშავებული ხორბალი დიდ ფართობზე, თქვათ რამდენიმე ჰექტარზე. და სხვადასხვა შემადგენლობის მიწაზე. რომ ნახოთ რა იქნება შედეგი. იმიტომ რომ ერთია, როცა ვთქვათ 100 კვადრატულ მეტრზე თესავ და იქ ყველაფერი კარგად არის და მეორეა, როცა უკვე დიდ ფართობებზე რამდენიმე ჰექტარზეა ლაპარაკი, ხო? მე წლების განმავლობაში უნდა ამას დაკვირვება. ფაქტი ერთია, რომ ეს ხელსაწყო ძალიან ზრდის მოსავლიანობას და ანალიზებიც ცხადყოფენ, რომ ეს არის ეკოლოგიურად სუფთა, მისი პროდუქტი არის, მისი თვისებები არის ძალიან კარგი. ფაქტი ერთია, რომ მაგალითად თუ საშუალო მოსავალი არის თქვა ჩვენთან ჰექტარზე 2 ტონა, ბატონი რამაზის პრეპარატი საშუალებას გვაძლევს, რომ ეს დაახლოებით 10 ტონამდე გავზარდოთ, თუ მეტით არა. მაგრამ ეს არის გადაანგარიშება გაკეთებული პატარა ფართობიდან. მაგრამ სინამდვილეში ახლა როცა დიდ ფართობზე ბეზბზე ამას გავაკეთებ, ჩვენ უკვე ზუსტად გვეცოდინება რა ეფექტი გვექნება და გარდა მაგისა გამოსაკვლევია ახლა რაზე ყველა კულტურაზე მოქმედებს ერთნაირად კარგად, მაგრამ ცნობილია რომ თხილზე ძალიან კარგად მოქმედებს. ძალიან კარგად მოქმედებს სიმინძე, იგივე პურზე, ხორბალზე, მაგრამ ხო გვაქვს ჩვენ კიდე სხვა კულტურები. ასე რომ აქ სამუშაო ძალიან ბევრია. ეს არის ცალკე შესწავლის საგანი სხვათა შორის, რომ წლების 1-2 წლის განმავლობაში დავაკვირდეთ ნიადაგს. როგორ შეიცვალა მან თავის თვისებები თუ შეიცვალა საერთოდ. წინასწარი შედეგები არის ისეთი, თქვათ პატარა ფართობებზე, რომ პირიქით უმჯობესდება ნიადაგის თვისებები. ბატონი რამაზი სულიად ახალგაზრდა ფუნდამენტური მეცნიერებით იყო დაინტერესებული, ორგანული ქიმიის განვითარებაში უდიდესი როლი მიუძღვის მას და აი ამ შრომატევადი დიდი შრომის შედეგად მან მიიღო ეს შესანიშნავი პრეპარატები, რომელსაც მართლა რო ვთქვათ ანალოგები არც აყავს. იმიტომ რომ ისინი შესანიშნავ შედეგებს იძლევიან, ეკოლოგიურად სუფთა არიან, მაგრამ ეს პრეპარატები შექმნილი არა ერთ დღეში, არამედ დიდი ღრმა მეცნიერული გამოკვლევების შედეგად. რაც შეეხება სტივიოზით, ბატონ რამაზის დამსახურება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მან შექმნა შესანიშნავი საშუალება, რის შედეგადაც გაიზარდა დიდი რაოდენობით ეს ბიორაგის გამოყენებით, მათ შორის სტივიოზიდი. და ამ მცენარემ მისცა ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, პროცენტი, იმიტომ რომ ისე ძალიან მცირე მოსავლით არის ეს ცნობილი ეს მცენარე, რომელიც რამდენჯერ ასეულჯერ აღემატება შაქარს სიტყმოთი, მაგრამ ამავე დროს იგი სრულიად უნებელია, ეკოლოგიურად სუფთაა და შაქრისაგან განსხვავებით დიაბეტი დაავადებულებისთვის არავითარ პრობლემას არ წარმოქმნის. პირველი ცდები ჩავატარეთ, მათ შორის ლაგიზისეული წყლების შექმნის მიზნით. და იგი აღმოჩნდა შესანიშნავი გემოვნების და ამავე დროს ეკოლოგიურად სუფთა დიაბეტიკებისთვის მისაღები და რაც თავარი არის შესანიშნავი კონსერვანტი. იგი ინახავს ამ ალკოჰოლოს ასმელებს საკმაოდ ხანგრძლივი დოზის განმავლობაში. მთელ მსოფლიოში ხალხი ერიდება შაქრის მიღებას, იმიტომ რომ შაქარი დამღუპელიც არის ამავე დროს ორგანიზმზე. მე როდესაც გერმანიაში ვიყავი, მაშინ შევხვდით ცნობილ ქართველ ექიმს, რომელიც იქ ცხოვრობდა, იქ დაიბადა, ბატონ გოგი წულუკიძეს და როდესაც გამოვართვი შაქარი და ჩაიში ჩავყარე, მან მითხრა ბატონო ჯუნა რას აკეთებთ, თავს იღუპავთ, ერიდეთ შაქარი და მარილი რაც შეიძლება ნაკლები რაოდენობით მიიღო. რა თქმა უნდა, მცირე რაოდენობით აუცილებელია ორგანიზმისთვის, მაგრამ დიდი რაოდენობით დამღუპელი არის და ამიტომ მისი შემცვლელი და რომელიც 300-ჯერ უფრო ტკბილია სტევია, ეკიდან მიღებული სტევიოზიდი, არა? გაცილებით უფრო ჯანმრთელობისთვის უკეთესი არის და
ამ დიაბეტით დაავადებული ავადმყოფებისთვის შესანიშნავ შედეგებს იძლევა. შეიძლება მის საფუძველზე როგორც ნამცხრების, ასევე სხვადასხვა პრეპარატების დამზადება და უალკოჰოლო საწმელების. ამავე დროს იგი თბილიც არის და არის შესანიშნავი კონსერვანტით. და ეს დიდი პრობლემა გადაწყდება საქართველოში ეკონომიკურად გაუმჯობესდება მდგომარეობა და რა თქმა უნდა ხალხის ჯანმრთელობისთვისაც ეს შესანიშნავი პრეპარატი იქნება სტევიოზიდი დიდი რაოდენობით შეიძლება მისი წარმოება უკვე საქართველოში. ნიადაგი არის საქანე ნაყარი მიწა, რომელიც შეიცავს გაჯს დიდი რაოდენობით, ერთი დღე დასველდება, მეორე დღეს თოხით ვერ მოთოხნი, ისეთი მაგარია. აი მარტყვი, რომელიც შარშან ივლისის თვეში უკვე ნაყოფი რო ქონდა ესე გადავდგა 10 ძირი. აქედან გამრავლებით უკვე 5000-ზე მეტია მიღებული. აი აქედან აი აქამდე. რომელსაც გაუკეთეთ ბიორაგით. თვეში ერთხელ იძლევა. ყინვის შემდეგ კიდევ 1-2 კვირა ვიღებდი შარშა მაგალითად. კვადრატული მეტრიდან 600 გრამი მივიღე ერთ მოკრეფას. რომელიც დამუშავებელი იყო, ერთხელ მოგცა, ცოტა რაოდენობით და მეტი არ გაუმეორებია ჯერჯერობით მაგალითად მთელი წლის განმავლობაში. აი ნაგავს საყრელი იყო აქამდე და გავწმინდე ეს ყველაფერი. 6 ძირი გადავდგე ბრძოლო. ამ 6 ძირიდან 100 ძირამდე გამრავდა ეს. წელს. ძირიდან არის ეს მოსხმული, ეს იშვიათად ხდება. ეს ნიშნავს, რომ ძალიან ძლიერია ეს. ეს არის კალმით დარგული 2 წლის პირველი მოსავალი უკვე იყო ივნისის ბოლო რიცხვებში. ძალიან დიდები იყო, თითო იყო 150-200 გამამდე. ახლა მეორეჯერ ისხავს მეორე. ეს არის გზაზული აკეთრი. ჯერ დავამუშავე ამ ბიორაგით. 2 დღეში ამოვიდა და აი ამდენი დატოტება გააკეთა და 80 სანტიმეტრამდე თვითონ მისი ტოტებიანად, როგორც ნაძვი, თვითონ იდგა ხე. არ წაქცეულა ისე იდგა. და მე სარი გაუკეთებდა და აი რაც ახლა ჩანს 17 დღეა. ასე სწრაფად გამესარდა.